მოგესალმებით, ეს არის გადაცემა კრიპტობაზარი. ყოველ პარასკევს 12 საათსა არა და ცოტა მერე ჩვენ გავდივართ გირჩი TV-ს ეთერში, ასევე Facebook-ზე, YouTube-ზე შეგიძლიათ მოძებნოთ მოკლედ კრიპტობაზარი და ნახავთ ჩვენ live გადაცემებს, ასევე ძველ გადაცემებს. ჩვენ ვსაუბრობთ კრიპტოს სიახლეებზე, გვყავს ხოლმე საინტერესო სტუმრები და მიმოვიხილავთ იმ ტენდენციებს თუ რა ტენდენციებიც არის ზოგადად ჩვენი ქვეყნის შიგნით კრიპტოვალუტების მიმართულებით და ასევე ჩვენი ქვეყნის გარეთაც. მოკლედ სანამ გადაცემას დავიწყებ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის Bitnet-ი. Bitnet-ზე თქვენ შეგიძლიათ მოკლედ მარტივად შეისყიდოთ კრიპტოვალუტები, გადაცვალოთ, გადმოცვალოთ და ასევე შეგახსენებთ, აი ხა ლინკი არის გამოჩენილი ან QR კოდი ნებისმიერ იმ ადგილას, სადაც თქვენ უყურებთ ახლა ამ გადაცემას, დარეგისტრირდით, ვერიფიკაცია გაიარეთ ჩვენი რეფერალური ლინკით დარეგისტრირდით და ასევე ეხლა არის 27 ივნისი და აი 27 ივნისსაც უკვე აქვთ მოკლედ ასე ვთქვათ ეს შეთავაზება, სადაც USDT-ის ყიდვა შეგიძლიათ 0%-ად არ მოგესმათ, მოკლედ 0%-ად შეგიძლიათ შეისყიდოთ USDT და USDT-ით მოგეხსენებათ შემდგომში შეგიძლიათ სხვადასხვა კრიპტოვალუტების ყიდვა. მოკლედ გადაცემის პირველ ნაწილში განვიხილავ სიახლეებს თუ რა ხდება ზოგადად ბაზარზე. გადაცემის მეორე ნაწილში შევეცდები რომ ნახო ფასის კუთხით რა ხდება ბაზარზე და მესამე ნაწილში თუ იქნება შეკითხვები, მოკლედ ამ შეკითხვებსაც უპასუხებ. ახლა გადავიდეთ გადაცემის პირველ ნაწილზე და დავიწყოთ პირველი სიახლით, რომელიც ეხება სტაბილურ კოინებს და სტაბილურ კოინებზე საუბარი უფრო და უფრო გაძლიერდება. მოგეხსენებათ Ingenium აქტის შესახებ, რაზეც იყო იანვრიდან მოყოლებული საუბარი, საბოლოო ჯამში გაუმარტივდებათ ბანკერს და სხვადასხვა ორგანიზაციებს ამერიკის შეერთებულ შტატებში სტაბილური კოინების შეთავაზება და არსებობს რამოდენიმე ფირმა, ეხლა Twitter გვერდზე ჩვენთან ეს სიახლე დევს და არსებობს რამოდენიმე ფირმა, რომელიც ანალიზს აკეთებს ამა თუ იმ სტაბილური კოინის ან ზოგადად პროდუქტის. და ამ ფირმამ, რომელიც სხვათა შორის თავის დროზე და ეხლაც პრინციპში BlackRock-თან არის მოკლედ კავშირში და BlackRock-ს უწევს ტექნიკურ დახმარებას შესყიდვებთან დაკავშირებით, გააკეთა ანალიზი სტაბილურ კოინებთან მიმართებაში და ის ბანკები და ის ინვესტორები, რომლებსაც ენდომებათ სტაბილური კოინების შესყიდვა, მათ პატარა რეპორტი წარმოუდგინა. ეს რეპორტი ჩვენ Twitter გვერდზე დევს. ეხლა უბრალოდ მე შევეცდები, რომ მარტივად განახოთ, სულ არის 5 გვერდიანი რეპორტი, სადაც ორი რამ იყო შეფასებული. ერთი იყო შეფასებული ზოგადად რეგულატორების მოთხოვნებს, რამდენად აკმაყოფილებს ესა თუ ის სტაბილური კოინი და მეორე ზოგადად ლიკვიდურობის ამბავი, რამდენად ლიკვიდურები არიან და რა აქტივებს ფლობენ. ანუ მოგეხსენებათ, როდესაც რეალური სამყაროს აქტივს RWA-ს ვქმნით blockchain ეკოსისტემაში, ბუნებრივია ჩვენ ამის საპირწონეთ თუ გამოუშვებთ პირობითად 100 კრიპტობაზრის ლარს, ჩვენ რეალურად სადღაც უნდა გქონდეს ფიზიკურად რომელიმე სასწაულში 100 ლარის ასე ვთქვათ ეკვივალენტი ლარი ან მასთან შეწონილი რაღაც ფიქსირებული აქტივი და ასევე უნდა იცოდნენ მოკლედ ამ ადამიანებმა რეალურად ჩვენ გვაქვს თუ არა რაიმე ვალდებულება რომელიმე მხარის მიმართ, მოკლედ ეს ყველაფერი ტრანსპარენტული უნდა იყოს. და სწორედ აი ამის გაანალიზება მოხდა, ეხლა გამოჩნდება თქვენთან ეკრანზე შეფასება, ესე იგი ქვევით არის ზოგადად რეგულაციებს რამდენად აკმაყოფილებს, აი ხა შევეცდები ისე გაჩვენოთ, რომ გამოჩნდეს და ზედა ნაწილი არის ზოგადად რეზერვების ამბავი. რამოდენიმე სტაბილურ კოინს ძალიან ცუდი შეფასება ჰქონდა. აი 5-დან 2 შეფასება მიიღო USDC რეგულაციებთან მიმართებაში და 5-დან 2 შეფასება მიიღო ასევე ზოგადად რეზერვების არსებობა და მენეჯმენტი და ასევე რაიმე
ასე ვთქვათ, სესხის, ან ვალდებულების მენეჯმენტის შეფასებაში. აქვე არის აღწერილი თუ რას რაშკალა აქვს, ასევე რეზერვების მენეჯმენტში იგულისხმება, რომ რამდენად სწრაფი ლიკვიდაცია შეუძლიათ ამა თუ იმ აქტივს, ანუ აქტივს ასწავლენ, რომ რამდენად მალე გადაცვლიან დოლარში. მოკლედ რომ ეს დავიმახსოვროთ, ხო? მსგავსი შეფასებები იყო. შესაბამისად შეიქმნა ასე ვთქვათ ჩარტი, სხვათა შორის USDT რეზერვების კუთხით 3-დან 4 ქულამდე არის, 3.5 ქულა აქვს და 2.5 ქულა აქვს რეგულატორთან მიმართებაში და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს PUSD-ს, PayPal-ის USD-ს, რომელიც შემდგომ ანალიზს ვნახავთ ახლა ჩვენ რეალურად რასთან არის კავშირში და ამ სიახლეზე 2 კვირის წინ ვისაუბრეთ კრიპტობაზის ფორმატში. ყველაზე არის დასკვნა, ვინ რა ქულა რატომ მიიღო. ამაზეც არის საუბარი, აი USD-სთან მიმართებაში პრობლემა იყო, რომ რეალურად ევროკავშირში არ აქვს ოპერირების პრობლემა, ამერიკაში აქვს ოპერირების პრობლემა და ამის ხიდი როგორ შეიქმნება, აქ ასევე წყაროები არის ყველაფერზე მითითებული, ანუ ჰაერიდან მოტანილი ინფორმაცია არ არის. წყაროები არის ასე ვთქვათ მოყვანილი, საიდან აქვს ეს ინფორმაცია ამოღებული თითოეულ სტაბილურ coins. და რატომ საუბრობ ამაზე? ერთ-ერთი სტაბილური coin-ის და CEO, ასე ვთქვათ, Agora CEO, თქვა რომ აი ხაც წერია ყველაფერი არის ტყუილი, მიკერძოებული ინფორმაცია არის, ამიტომ ეს რეპორტი ტყუილად არ გავხსენი და სხვადასხვა დასკმას ედავებოდა, ასე ვთქვათ, დასკვნა შეეწერა, რომ აი რამოდენიმე სტაბილური coin-ი, ხო, USDC სიტყვაზე, SAUSD, FDUSD და კიდევ ერთი USD, რომელიც პრინციპში უფრო ასე ვთქვათ მოწყვლადი შეიძლება ყოფილიყო, უსაფრთხოების ამბავზე იყო ხაზი გასმული და სტრუქტურული რისკი შეიძლება ქონდეთ და იმ სტრუქტურულ რისკზე და რისკებზე იყო საუბარი, რომ რეალურად ჩვენ სტაბილურ coins არაფერი არ სჭირს, აი თავიანთ სტაბილურ coin-ზე ერთ-ერთი მაგალითი იყო ეს იყო, ხო? AUSD-ზე, ხო? არანაირ რეგულაციას არ აკმაყოფილებს, ანუ რეგულაციის ამბავში ერთი იყო, ანუ შეიძლება ერთგან ამერიკაში იყოს დარეგულირებული პირობითად, ან ევროკავშირში არ იყოს დარეგულირებული, ან პირიქით, ხო, რაღაცა ესეც შეიძლება იყოს და აქ საერთოდ არაფერზე არ იყო საუბარი და შესაბამისად მოკლედ ამის განხილვა იყო მთელი სტატია. თუმცა აქვე არის ერთ-ერთი, აგერ ეს კომპანია, რომელმაც ასე ვთქვათ, განახორციელა ეს ანალიზი, სერვის პროვაიდერი არის BlackRock-ის. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ამის რეპორტები, ანუ ეს რეპორტი რატომ მოამზადეს? როდესაც აი ამ აქტის მიხედვით დარეგისტრირება ბევრი რამ, საბოლოო ჯამში აი ინვესტორებს პირდაპირ აჩვენონ, რომ აი ჩვენ ანალიზი გავაკეთეთ წინასწარ, ხო? და აი აქ არის სწორედ საუბარი, სხვადასხვა სერვისები აქვს, მოკლედ ამათ ეს კიდევ სხვა ამბავი არის. სანდოობის ამბავი ხო ხვდებით ახლა აქ რთული, აი BlackRock-იც გამოყვანილი ყავთ პირველ ხაზზე, Aptos-ი და სხვადასხვა კომპანიები. ხო, ინფორმაციებიც ესე ცალკე აქვთ დადებული, მოკლედ რისი თქმა მინდა. ეს ინდუსტრია თავის კუთხით, ხო, ძალიან საინტერესო არის, რეალურად იმის დასაბუთება, რაც გაქვს და ამაზე ავთო მინიმუმ 2 კრიპტობაზის ფორმატია საუბრობს. Pixel-ის ნაწილში, ხო, Pixel აკადემიის ნაწილში, თუ როგორ შეიძლება მოხდეს გავსი ამბავის ტრეკინგი, დაახლოებით იგივეზე არის. აქ ახლა პირობითად ვიღაცამ ანალიზი რო გააკეთოს Pixel აკადემიის და თქვას, რომ აი ამ ანალიზის მიხედვით რაღაც ეს პრობლემა არის, წყარო უნდა მოიყვანოს, ხო? და აი აქ რა წყაროებსაც გადავხედეთ, სხვათა შორის ამ რეპორტში არც თუ ისე ან წყარო ისევ თავიანთი მონაცემებია. შენ თუ გაქვს პრეტენზია, რომ პირობითად მე ამაზე არ ვაკეთებ, მაშინ დადე ის ინფორმაცია, რომ ანალიტიკოსისთვის, ჟურნალისტისთვის უფრო მარტივი იყოს ამა თუ ინფორმაციის გაგება და შესაბამისად რაღაც ქაოსი არ შეიქმნას, ხო? აქ უბრალოდ ჩვენ შემდგომ ვისაუბრებთ რეალურად მეორე სიახლესაც ნაწილობრივ ეხება, მაგრამ ჯერ მაინც პირველ სიახლის ფარგლებში ვისაუბროთ. რა კომპანიები არიან ის კომპანიები, რომლებიც ბაზარზე რეალურად ლიდერობენ და მე თქვენ გააჩვენებ საიტს, ერთ-ერთ საიტს, ბუნებრივია, სადაც თქვენ შეგიძლიათ ეს ნახოთ რეალური
სამყაროს აქტივებზე, ხო? RWA-ს, რასაც ეძახიან ამ ყველაფერს, ხო? ამის ანალიზით შეგიძლიათ გააკეთოთ. მოკლედ, დაველოდოთ რა პასუხი იქნება Anchorage Digital-ისგან, ამ კომპანიისგან. საინტერესოა, სხვათა შორის Agora-საც კომენტარიც დაუწერეთ კრიპტობაზრის Twitter page-ით და ცალკეც მივწერეთ, რომ აი ამ დასკვნის ნაწილი დაუკოპირეთ და ამის კონტრარგუმენტად რა შეიძლება გქონდეთ. თუ მოგწერეს, ხო, კაი, გაგაგებინებთ, რითი იცავენ თავს. კოდის დონეზეც იყო რაღაც პრობლემები და ამის განხილვები იყო. მოკლედ, ძალიან საინტერესო ტენდენცია მე ეს მომწონს. რატომაც არა, უბრალოდ კიდევ ერთხელ დასაბუთებული უნდა იყოს ყველაფერი. ეხლა რაც შეეხება მეორე სიახლეს, მეორე სიახლე ეხება ჰონგ-კონგს, რეგულირებას და სხვათა შორის ტოკენიზების გამარტივება შეიძლება მოხდეს ეს RWA-ები, ეხლა რაზეც ვისაუბრეთ, ამათი ტენდენცია შეიძლება გაიზარდოს, მოკლედ ასე ვთქვათ, ხელგაშლილები არიან, თქვენ მოგეხსენებათ, შეიძლება არ გახსოვთ, ან შეიძლება გახსოვთ, არ ვიცი, 2022-ის დეკემბერში უკვე სწორედ ნოემბრის შემდგომ პრობლემები როცა იყო ჰონგ-კონგმა გამოიღვიძა და მაშინ ნახა სწორედ ბევრისთვის სხვათა შორის საინტერესო სიგნალი იყო ეს რომ აი კრიპტო აქტივების ასე ვთქვათ დაბრუნება და ეს პრინციპში ლიცენზირების გამარტივება და ასე შემდგომ და საინტერესო ესე ვთქვათ იმპულსი იყო. ეხლა უბრალოდ ტოკენიზებასთან და ETF-ებთან მიმართებაში უფრო გააქტიურდება ამბები ჰონგ-კონგში და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა, ასე ვთქვათ, ზოგადად რამხელა არის ეს ინდუსტრია. ეხლა გადმოვალ საიტზე RWA.xyz. ან შეგიძლიათ აი ესე გამოჩნდება ეკრანზე, ან შეგიძლიათ ესე აჩვენოთ, ხო? ახლა გამოჩნდება, ნახავთ. ხო? და ჩვენ განვიხილოთ ზოგადად რა ხდება სტაბილურ კოინებთან მიმართებაში. ერთზამით ტექნიკური ხარვეზი არის. მე ვერ ვხედავ ლეპტოპს, 2 წუთით всё. წესით გამოსწორდა, ხო? ნახოთ ახლა რა ხდება სტაბილურ კოინებთან მიმართებაში, ხო? თქვენ შეგიძლიათ ამ შემთხვევაში განვიხილოთ სტაბილურ კოინები და სხვადასხვა აქტივებით, სხვადასხვა კლასებით შეგიძლიათ ნახოთ და ტენდენცია რა არის? აი პირველი მოგეხსენებათ და ბევრისთვის ნაცნობი არის USDT, ჩვენ ავიღოთ დიაპაზონი ჯერ ეს დიაპაზონი დროის კუთხით და შევადაროთ შემდგომ რა ხდება ბაზარზე ახლა მეორე არის USDC თქვენ ნახავთ მოცულობებსაც და ასევე ახალი მოთამაშეებიც ჩნდებიან აი ბოლო პერიოდში აი ასაც ნახოთ 2024 წლიდან მოყოლებული რომლებიც პრინციპში არ იყვნენ აქტიური აი აქ არის კომპანიები, რომლებიც ახდენენ მოკლედ ამ ყველაფრის გამოშვებას, Tether, Circle, Sky და აქ არის სტაბილური კოინები უშუალოდ ჩართული. სხვათა შორის აი BUSD მაინც ჩანს და BUSD-ს ასე ვთქვათ, აი ეს მინდა, ამაზე მინდა შევაჩეროთ თქვენი ყურადღება Paxos. Paxos-ზე ჩვენ BUSD-ს ჭრილშიც გვისაუბრია ბევრჯერ და Paxos-ის რეალური ასე ვთქვათ რეალური სამყაროს აქტივების ტენდენცია ვნახოთ. მოგეხსენებათ წინა bull market-ში საკმაოდ ცნობილი კომპანია იყო, შემდგომ დაიწყო კლება, რადგან ის საჩივრები 2023-ის იანვარში, თებერვალში უფრო გააქტიურდა და სხვათა შორის BUSD-ის ბაზრის კაპიტალიზაციის კლება დაიწყო, როდესაც FTX-ის ამბები დაემთხვა, აქ ხედავთ დაღმავალი ტენდენცია და ბევრმა შეიძლება არც გააგრძელოთ ამის გაანალიზება. მაგრამ ცოტა სხვანაირად შეხედეთ აქ ამბავს, ნახეთ? ავიღოთ ბოლო 2 წელიწად ნახევრის ჭრილი და დავაკვირდეთ რა იესდება, ხო? აქ იზრდება რეალურად PayPal-ის ასე ვთქვათ სტაბილური კოინი, ხო? მანამდე BUSD იყო ლიდერი ფაქტობრივად აი ამ ყველაფრის Paxos Gold და BUSD და ეხლა ნელ-ნელა ჩნდება ეს ლურჯი ხაზი, რომელიც გიჩვენებთ, რომ პირველ ადგილზე არის PayPal-ის USD.
ბევრი ფიქრობთ, რომ PayPal-ს რა შეჭირდება USD PayPal-ის სისტემა იმდენად ჩაკეტილია და ეხაც ტექნიკური პრობლემებიც არის, ფულის გადარიცხვა მარტივი არ არის, ყველასთვის გახსნა არ ხდება ამ ყველაფრის. საბოლოო ჯამში და ეს ანალიზიც რომ შევადაროთ, ხო, აი ამ ანალიზშიც აქ ჩანს რეალურად, ასე ვთქვათ, შეიძლება მიკერძოებული იყოს ეს ყველაფერი. აქ რაც წერია, შეიძლება სიმართლე იყოს, ანუ 4 აქვს შეფასება რეგულატორის ანალიზის კუთხით, ასე აქტივების და რეზერვების ლიკვიდურობის და ქონის კუთხით აქ 5-დან 5, ხო? არც თუ ისე ცუდ ადგილას არის. და აი აქ იყო სწორედ ამ პირველი სახლიდან გამომდინარე, რომ ასე ვთქვათ, აგორაციო საუბრობდა მიკერძოებულობას აქვს ადგილი და ეს არ შეესაბამება სიმართლეს. თუმცა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის სიახლე, რაც 2 კვირის წინ ითქვა Paxos-თან მიმართებაში. Paxos-ი ცდილობს გამარტივოს რეალური სამყაროს აქტივების შემოტანა, ასე ვთქვათ, ბლოკჩეინიზება და ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც დასჭირდება, აი ფაქტობრივად, რავი, ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რაც კრიპტობაზარმა ასე თუ ისე წარმატებით განახორციელა წლების წინ, დაახლოებით ამის ამბავი ხდება აქ, ხო? და შესაბამისად ეს ტენდენციები არის მზარდი, უბრალოდ აი აქ ყოველთვის არის პრობლემა, რამდენად კარგად მოხდება რეალურად რა აქტივებიც არის მაგაზე ინფორმაციის შეგროვება მალევე და ბლოკჩეინში ამის განთავსება და რამდენად სანდო იქნება, ანუ ეს კავშირი, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ორაკლის კავშირი რეალურ სამყაროსა და ბლოკჩეინის სამყაროს შორის. აქამდე დავდივართ პრინციპში და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა ძალიან კაი პორტალი არის. შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა როგორ არის მზარდი, ხო? ჰონკონგში, როდესაც, ანუ ესე არ არის, ახლა კანონმდებელი, როდესაც იღებს რაღაცას, პირობითად ახლა საქართველოში რო ხდება, რომ ვიღაცას და ეს იზბრება და უცებ რაღაც კანონს მიიღებს და გაამკაცრებს ყველაფერს და ადამიანებს, რა ვიცი, სუნთქვის უფლებას აუკრძალავს, ესე არ არის ბევრგან და სადაც არ არის, იქ არის რაღაც პრობლემა ან სტატისტიკა და მოიყვანა იმ ხალხმა სტატისტიკა, რომ იზრდება ამ აქტივების მოცულობა, აი მზარდი ტენდენცია არის, დიდი პროცენტით არის გაზრდილი ეს ყველაფერი და რატომ უნდა ჩამორჩეს ჰონკონგი ამ ტენდენციებს და კი ბატონო. ამაზე არის საუბარი და ვნახოთ ჰონკონგის კუთხით რა როგორ გვექნება. და ეს საიტიც არც თუ ისე, ასე ვთქვათ, ხელწამოსაკრავია, შეგიძლიათ სხვადასხვა კომპანიებიც გადაამოწმოთ სტაბილურ კოინებთან მიმართებაში თქვენს ადგილზე USDC-ს და USDT-ს გარდა კიდევ სხვა კომპანიებს გადავამოწმებდი და ვნახავდი რამდენად არიან ამ პორტალზე, ან თუ არ არიან, რატომ არ არიან. ეს DeFi-ის პიონერებს და DeFi-ში ვინც მოგზაურობს, იმ ადამიანებს უფრო ეხებათ, რადგან შეიძლება რაღაც სიფრთხილის ზომები დასჭირდეთ. ეხლა რაც შეეხება მესამე სიახლეს და მესამე სიახლეს სხვათა შორის Grayscale-ის ამბებზეა. მოგეხსენება პრინციპში 2013 წლიდან აქტიურად არის ჩართული Grayscale-ი მით უმეტეს ციფრული აქტივების მართვაში და გამოქვეყნდა, ასე ვთქვათ, განახლებული სია, ეხლა თქვენთან ეკრანზე გამოჩნდება ეს, სადაც რისკის მიხედვით, ვოლატილურობის მიხედვით, ასე ვთქვათ, მესამე კვარტლის ტოპ 20 აქტივზე არის, კრიპტოაქტივზე არის საუბარი. სიახლეები გვაქვს Avalanche ბევრისთვის ნაცნობია და Avalanche-ის დაბრუნება. ინფრასტრუქტურის კუთხით იყო საინტერესო მათთვის და smart კონტრაქტების კუთხით და Morpho Finance DeFi-ის კუთხით და Ethereum-ის და Base ეკოსისტემის კუთხით, ხომ? ეს სიახლეებია. დანარჩენი აქედან ნახევარზე მეტი, ან შეიძლება თითქმის ყველა გეცნოთ. უბრალოდ აქ ახლა თვალი უცებ თუ გადავლეთ ამ ყველაფერს, მიხვდებით, რომ Ethereum-ის ეკოსისტემაზე არის ბევრი საუბარი სხვათა შორის. აგერ virtual-სეც საუბრობდით კრიპტობასის ფორმატში, სხვათა შორის virtual-სის ყიდვა შეგიძლიათ მოკლედ Bitnance-ზე. ამის ფუფუნება არის virtual-სთან მიმართებაში და ის ექსპერიმენტები შეგიძლიათ აწარმოოთ, რა ექსპერიმენტებზეც იმ გადაცემაში იყო საუბარი.
ეს ანალიზი შეიძლება ჩვენთვის არ იყოს საინტერესო, რაღაც კუთხით ამ ანალიზს შეიძლება თქვენი თაკეთებდეთ, თუმცა როდესაც ამ ტოპ 20-ში შემოდის რაღაც ახალი, ამაზე ყურადღების გამახვილება ღირს. ანუ თუ თქვენს რისკები, მაგრამ აქ ხაზგასმით იყო ეს ორი დამატებული აქტივი, საკმაოდ ვოლატილურია და რისკიც, ასე ვთქვათ, უფრო მაღალი შეიძლება იყოს. თქვენ გააჩნია როგორ ითვლით რისკს და ავტომატს ისაუბრა ჩვენს პლატფორმაზე რისკის დათვლის ერთ-ერთ გზაზე და საინტერესო კონცეფციაზე, რაც ბაზის ფორმატში განიხილა. მოკლედ გააჩნია თქვენ როგორ ითვლით რისკს, შესაძლებელია რისკის დათვლაში სწორედ ესეთ რაღაცებსაც გქონდეთ. თქვენთვის მნიშვნელობა აი Grayscale რას იტყვის, ან BlackRock-ი ვისთან დაპარტნიორდება და ამან BlackRock-იდან გამომდინარე რა შეიძლება შემდგომ გამოიწვიოს, ხო? ანუ რისი თქმა მინდა, საბოლოო ჯამში ეს სიახლეები ემატება და რაღაცას მაინც გაძლევთ, ასე ვთქვათ, მომავლის პერსპექტივით შეხედავთ, შეაფასებთ კიდევ ერთხელ ნურავის ნუენდობით 100% მით უმეტეს როდესაც კრიპტოვალუტებს ეხება საქმე, ნუენდობით ინფორმაციის კუთხით, ხო? ინფორმაცია ყოველთვის გადაამოწმეთ და მით უმეტეს, ახლა გადაცემაში როგორც განვიხილავ ხოლმე ხშირად, ინფორმაციაზე დაშენებული სპეკულაცია, ანუ სპეკულაცია რა სცენარით შეიძლება წავიდეს, თორე რეალურად ახლა სტაბილური კოინების აი ამ რეპორტში რაც პირველ სიახლეში განვიხილე, შეიძლება საერთოდ არც არაფერი არ ხდება, აგორა დიდი ალბათობით მტყვანია თავის ასპექტში, ანუ თავის პროექტში შეიძლება თავის სტაბილურ კოინს შეიძლება ქონდეს პრობლემა და PayPal-ის USD შეიძლება არ ქონდეს. ამ პირიქით PayPal-ის USD-სთან მიმართებაში მიკერძებული ასე ვთქვათ არ იყვნენ, მაგრამ იყვნენ დაუშვათ და Agora-ს სტაბილურ კოინთან მიმართებაში და რეალურად პრობლემა საერთოდ არ ქონდეს, ხო? რისი თქმა მინდა სიახლეების აი ამ ომში საბოლოო ჯამში უნდა მიყვეთ სიახლეს ბოლომდე, იმიტომ რომ ნახეთ Twitter-ს X, უკვე X აქ ესეთი საინტერესო და Facebook-საც ქონდა ერთი პერიოდი fact-checker-ი და რატომ მოშალეს არ ვიცი, რეალურად ანუ ინფორმაცია თუ არ დაწერილი, ამ ინფორმაციის გადამოწმება ალტერნატიულ წყაროდ შეგიძლია და ასევე ბევრი ადამიანი კითხულობს ამ ალტერნატიულ წყაროს და საბოლოო ჯამში ახლა Twitter-ზეც ჩვენ ხშირად მოგვდის, რომ აი გადახედეთ ამ ინფორმაციას და რეალურად ეს დაწერილი ინფორმაცია და სხვა წყარო რამდენად შეესაბამება ერთმანეთს და ამის ანალიზს აკეთებ, ხო? ეს საინტერესოა, ამას თქვენ თუ აკეთებდეთ, მაგრამ ესმის რომ არ არის ხანდახან დრო და შესაბამისად კრიპტობაზარში და მithumetes კრიპტობაზის ფორმატი უფრო გვაძლევს ამის საშუალებას, მეტნაკლებად ვცდილობთ რომ ეს ინფორმაციები შეჯამებული იყოს. მოკლედ მე რა შთაბეჭდილებაც რჩება, სტაბილური კოინების ომი გრძელდება, ახალ ფაზაში შედის, ანუ Paxos-ი როგორც ესეთი კომპანია შეიძლება დაბრუნდეს PayPal-ის გავლით. PayPal-ი რამდენად კაი მაგალითი იქნება სტაბილური კოინების ამბავში, მე ვერ გეტყვით და დიდი ალბათობით არ იქნება კარგი მაგალითი. უბრალოდ ეს ანალიზები სტაბილურ კოინებთან მიმართებაში კარგი არის. რადგან ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს სტაბილურ კოინებს და შესაბამისად თუ რისკები არსებობს, ამ რისკების შესახებ ყველანი უნდა იყვნენ ინფორმირებული. რაც შეეხება DeFi-ში და სხვადასხვა პროტოკოლებში არსებულ სტაბილურ კოინებს, მან მით უმეტეს ფრთხილად უნდა იყოთ. რადგან რეალურად რა ხდება, როგორ ხდება, შეიძლება ვიღაცა იჩემებდეს, რომ ალგორითმული სტაბილური კოინი ვართ და ჩვენ სასწაულს ვიზამთ და Lunas UST-ვით შეიძლება დაგვემართოს. ვინც არიცით Lunas ამბები, ჩვენი ძველი გადაცემები შეგიძლიათ ნახოთ. ასევე თუ ვერ ნახეთ 2022-ის მოკლედ მაისის ბოლო იყო, თუ არ ვცდები, შეიძლება რამოდენიმე დღით ავცდეთ ამ ამბავს, მაგრამ აი ეს მაისის ბოლო ან ივნისის დასაწყისი, აი სტაბილურ კოინის ასე ვთქვათ ერთ-ერთი ხუნდა იყოს დოლარის შესაბამისი. აქ მოკლედ კოდის შეცდომა იყო თუ შეტევა იყო, ამ შემთხვევაში Anchor პროტოკოლის დააზარალდა, სხვადასხვა პროტოკოლები დააზარალდნენ, რომლებიც ლიკვიდურობის მომწოდებლები იყვნენ, Luna თვითონ პროექტი დააზარალდა და USD-ის ფასი დაეცა დოლართან მიმართებაში, ანუ 1 USD 0.6
დოლარის ეკვივალენტი იყო რაღაც მომენტში, ხალხმა იყიდა უცებ ესეთი რაღაც, შემდგომ ისევ $1-მდე ასვლას ელოდებოდნენ და მე უცაბედად დაეცა. ხო, ესეთ რაღაცები ხდება სხვა სტაბილურ კოინებშიც, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ CoinMarketCap-ზე გადახვიდეთ და ნახოთ რაღაც ჩარტი, განვიხილოთ ახლა ეგ დღეს Trading Views შემდგომ, როდესაც ანალიზს ნახავთ ჩარტის, შეიძლება ნახოთ უცებ ჩამოვარდნა, ან რაღაც შესაბამისობა არ არის დაბეჭდილ, ასე ვთქვათ, USDT-ის ან USDC-ის ან სტაბილურ კოინსა და რეზერვს შორის. ტექნიკური ამბავია ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ალგორითმული როცა არის სტაბილურ კოინი და თვითონ აკონტროლებს გამოშვებას და დაწვას ბლოკჩეინში ამა თუ იმ აქტივის შესაბამისად აქ ეს პრობლემა იყო და საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი კომპანია და ადამიანი გაკოტრდა და იყვნენ სერიოზული კომპანიები, რომლებსაც არაფერ სერიოზულს ვერ დავარქმევ კიდევ ერთხელ, როდესაც ლუნაში დიდი ოდენობით ინვესტირება ჰქონდათ. ნუ, მოკლედ, ნონსენს რაღაცები გავიგეთ მაშინ და სხვათა შორის ბევრი ანალიტიკოსი ამბობს, რომ აი სწორედ ამ ამბავმა და აქ ჩქარა რეალურად FTX-ის ამბავი, ზაფხულშივე მოიხარშა უკვე ეს ყველაფერი და ნოემბერში სიზის, ესე ვთქვათ, წამოყრანტალებით და სიზის სხვათა შორის ამის გამო მე ვფიქრობ, რომ ამის გამო დაისაჯა და არა იმის გამო Binance US-ი რა შვებოდა ამერიკაში, რეალურად ამის გამო დასაჯეს და ამას მოყვა ასევე BUSD-ის ამბებსაც Paxos-თან მიმართებაში, როდესაც განვიხილავდით, ეს პრობლემა იყო და აი ამ თლიან თამაში ისევ ბრუნდება მაგიდაზე devs Paxos-ის კარტი და ვნახოთ მოკლედ Paxos თავის Goldიანად და PayPal USD-ანად და სხვადასხვა პროექტებით ასევე შეიძლება სერიოზული კომპანია დააინტერესონ გაციფრულების კუთხით და მით უმეტეს ბლოკჩეინში ამა თუ იმ აქტივის განთავსების კუთხით დაველოდოთ მოკლედ მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ სიახლე ახლა წინა გადაცემაშიც შეგახსენეთ რომ სიახლე წარსულიდან არ იქნება იანვრის ეს ბოლო ორი კვირა რადგან ის სერიოზული სიახლეები რაც იყო 21-ში ამოწურულია ფაქტობრივად და უკვე ივლისში ვნახოთ რეალურად ივლისში 21 წლის ივლისში რაც ხდებოდა შემდეგ კვირას. ეხლა გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე და მეორე ნაწილში ტრადიციულად განვიხილოთ თუ რა ხდება ბიტკოინის თავზე. ეხლა ვნახოთ ერთდღიანი ჩარტი ბაზრის გამოჩნდება ეკრანზე. სადაც ჩვენ ვხედავთ რას დაბალი მაღალი ნიშნულების დაფიქსირებას დღიურ ჭრილში ბიტკოინთან მიმართებაში და სხვადასხვა კვირის დახურვას თუ ძლიერად არ მოხდა პოტენციალი იმისა რომ აი 100,000-ის დიაპაზონს მიუახლოვდეს რამოდენიმე კვირის განმავლობაში არის დიდი რა თქმა უნდა ასევე ხაზგასმით მინდა ვთქვა კვირების ჭრილში თუ გადავხედოთ კლებადი მოცულობები სხვადასხვა ერთ-ერთი სიახლე იყო რომ ბირჟებზე შემცირდა ბიტკოინის ოდენობა. აი კვირის ჭრილს თუ შეხედავთ ფაქტობრივად წინა კვირის პრობლემების აღმოფხვრა მოხდა კვირის ჭრილიდან დღის ჭრილში არც თუ ისე კარგად გამოიყურება აქტივი. ანუ ამაზე მაქვს საუბარი თქვენი ათვლის წერტილი რეალურად რა არის და ამ ათვლის წერტილში აქ შეიძლება სხვადასხვა დიაპაზონები იყოს. რა დიაპაზონებზეც თქვენ შეიძლება ვაჭრობდეთ. პირობითად შეიძლება ეს 105,000 დიაპაზონი იყოს საინტერესო თქვენთვის და ბევრისთვის. ბუნებრივია, რადგან აი ამ მოცულობების რეაქციები აქ ქონდა, ამ ფასზე ქონდა სწორედ კლებების ტენდენციაში 102,000 შეიძლება იყოს საინტერესო. მოკლედ ეს უკვე იმ ადამიანებისთვის, ვინც ასე ვთქვათ, ყოველდღიურად ან დღეში რამოდენიმეჯერ ვაჭრობენ ამა თუ იმ აქტივით. გრძელ დიდ სურათს თუ შევხედავთ, დიდ სურათში კლების ტენდენცია ჯერჯერობით არ არის. და ასე ვთქვათ, დიდი აღმასვლის ტენდენციაში ვართ, თუმცა კიდევ ერთხელ ეს სტაბილურ კოინებს არ ეხება. ანუ აქ მარტო საუბრობ ბიტკოინს. სტაბილურ კოინებთან მიმართებაში არის ძალიან დიდი პრობლემა. და ამ დიდ პრობლემას შევხედოთ ჯერ ბიტკოინის დომინაციით. ხო, აი ბიტკოინის დომინაციამ შეიძლება ახალი მაღალი ნიშნული დააფიქსიროს. ამ ახალ მაღალ ნიშნულს და ამაზე იყო შეკითხვა, ეს შეკითხვა არ დამვიწყებია. პოტენციალი
თუ ამ გადმოსახედიდან შევხედავთ და ვისაუბრებთ წარსულ გამოცდილებაზე, კაი, 73.5 ან 74%-მდეც რომ ავიდეს, შეგიძლია თქვენ ნახოთ 2020-ის დეკემბერში რა ხდებოდა ბაზარზე, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა დავიმახსოვროთ, რა თანხის 73% იყო და როგორ გაიზარდა კრიპტობაზარი ამ პერიოდამდე. თუ ამ ყველაფერს დავამატებთ, რომ RWA-ების, ანუ რეალური სამყაროს აქტივების შემოდინება მოხდება ბაზარზე, შესაბამისად 70 და 73%-მდე შეიძლება ავიდეს ბიტკოინის დომინაცია და აქვე ალტკოინებისთვისაც დარჩეს რაღაც ფული, რაც შეიძლება გადავიდეს პოტენციურად. ასევე თუ შევაფასებთ Grayscale-ის ანალიზსაც, რასაც ვნახავთ, აი აქ კიდევ ერთხელ ტოპ-20-თან მიმართებაში, მოკლედ ერთი მეორეს არ გამორიცხავს. უბრალოდ რამდენად სწრაფად მოხდება ამ თანხების შედინება, აი მან არის კითხვის ნიშნები ჩემთვის და ამიტომ თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ მოკლედ RWA-ის საიტი, რა საიტზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ხო? ანუ რისი თქვა მინდა, ძალიან რთული არის მარტივად რაღაც ჩარტის შეხედვით გადაწყვეტილებებს მიიღება. ამას არ გეტყოდით 3 წლის წინ, მაგრამ ეხლა უკვე იმდენი ფაქტორი არის დამატებული ბიტკოინის გარდა, რა თანხები შემოდის და ვის თანხა შემოდის, ამას აქვს მნიშვნელობა, ხო? ანუ კი, ბიტკოინში დიდი წილი მიდის, მაგრამ აი ბიტკოინის გარდა ბაზარს რა ემართება, ხო? დომინაცია არის აღმავალი და აი ამ აღმავალ ტენდენციას დავილოთ. ეხლა გადავამოწმებ თქვენთან ერთად Ethereum Bitcoin-ის არ იქნება კარგად, ხო? არ გამოიყურება კარგად, გადავამოწმოთ Solana Bitcoin, აი თითქმის ყველა altcoin-ი, top-10 altcoin-ი შეგიძლიათ გადავამოწმოთ, ხო? Solana შეიძლება კატასტროფულ ნიშნულებს მიუახლოვდეს და $200 გადაცდეს. ეს ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება $200-ზე გადაცდენა. თუ იმ დათქმას მიყვებით, რა დათქმაც ადრე იყო, ახლა რაც ვთქვი, რამოდენიმე წუთის წინ, რომ ზოგადად მთლიანად ბაზრის მოცულობაც იზრდება, კი იწევს ბიტკოინის დომინაცია და არაფერი ცუდი არ ემართება, მინიმუმ ერთ ადგილას არიან მაინც ალტკოინები. გადავამოწმოთ BNB ბიტკოინთან მიმართებაში, საპროცენტო განაკვეთზე საუბარი ჯერ ადრე არის და ამიტომ ამას არ მოვიხილავ. კვირის ჭრილში, ხო, აი თქვენ წარმოიდგინეთ BNB ბიტკოინთან მიმართებაში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა იმ ნიშნულზე, რა ნიშნულზეც იყო 2021 წლის ბულრანის დროს BNB-მ სადღაც $600-დან $700-მდე ზრდა დააფიქსირა. წლის დასაწყისში როგორც მახსოვს, ხო, აი წლის დასაწყისში $50 იყო, მოდი რას ვკითხავთ, ნახოთ თვითონ. საკმაოდ დიდი აღმასვლა ქონდა მაშინ. ნახოთ, ხო? ესე იგი, კი. აი ხედავთ 2021 წლის ისა რა ქვია, იანვარი არის. შეხედეთ? 2021 წლის იანვარია, $45-ზეა და უცებ ხდება აღმასვლა. პარაბოლური, ანუ ყოველი შემდგომი კვირა წინა კვირაზე უფრო აგრესიული აღმასვლით და ხასიათდება და მაშინ ავიდა 691 ფლაც სწორად არხსოვნებია, ხო, მაგით ვთქვი 600-დან $700-მდე და შემდგომ ისევ $800-მდეც ყოფილვართ. საინტერესო. იმდენი ხანი არ დავკვირვებულ ვარ BNB-ს, რომ ეს $800-იან ნიშნულიც გამორჩა. კიდევ ერთხელ უბრალოდ ბაზრის კაპიტალიზაციები სხვადასხვა შეიძლება იყოს, ანუ თლიანი ფული რა ფულიც არის ამ აქტივში, რადგან ინფლაციური აქტივია, როგორც ვიცი, და ცირკულაციაში უფრო ბევრი აქტივი შემოდის და შესაბამისად განზავება ხდება ამ თანხის და ის თანხა, რა თანხაც იყო საკმარისი 2021 წლისთვის, რომ BNB ასული იყო $700-ზე, ეხლა საერთოდ სხვა თანხა არის და ამასაც დავაკვირდებოდი მე თქვენს ადგილზე. აი ესეც შეგვიძლია ჩვენ ძალიან მარტივად ვნახოთ CoinMarketCap-ზე შევიდეთ. CoinMarketCap-ზე გადავამოწმოთ Solana-ს მაგალითზე ვნახოთ, იმიტომ რომ Solana-ზე მახსოვს. Solana-ზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რა ზოგადად მთლიანს დაუბრუნდეთ, ფასის დიაპაზონი აი $236 სიტყვას, ხო, $236
და ბაზრის კაპიტალიზაცია მაშინ და ახლა აი ბაზრის კაპიტალიზაციაზე უფრო მაღლა არის, მაგრამ დოლარში ფასი არის სხვა. ხო, დოლარში არის 151. რატომ? იმიტომ რომ ცირკულაციაში ნელ-ნელა უფრო მეტი კოინი შემოვიდა და შესაბამისად აი ამის გათვალისწინება და ამით დაკორექტირება ჩარტების კიდევ სხვა ამბავი. ან ჩარტი გეუბნებათ ფასთან მიმართებაში თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ დაამატოთ ბაზრის კაპიტალიზაცია როგორ შეიცვალა და შეგიძლიათ მათემატიკურად კიდევ ერთხელ ეს თეორია არის, ერთ-ერთ თეორიას გეტყვით, სადაც მათემატიკურად შეგიძლიათ ასე ვთქვათ გამოასწოროთ და კალკულაცია გააკეთოთ, რომ არ შეცვლილიყო იმის პროპორციულად რა ფასზე ვიქნებოდით, ხო? ასევე შეგიძლიათ ნახოთ კალკულატორები, market cap of ჩვენ ადრე განვიხილეთ market cap of ესე იყო თუ არ ვცდები და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ აი პირობითად როდესაც კითხვა გაქვთ რომ აი სოლარასავით ძლიერი თუ გახდა რომელიღაც პროექტი ნახოთ რომელიმე პროექტი სიტყვაზე სუი ხო ესე იგი ერთი წამით პირიქით ხო სუივის market cap of so, ხო? თუ ეხლანდელ ბაზრის კაპიტალიზაციას თუ მიუახლოვდა პირობითად შეიძლება გახდეს $22. თუმცა ეკონომიკა ანუ რამდენი არის ცირკულაციაში, რამდენი კოინი ჩაიშვება მიმოცვლაში და ასე შემდგომ, ესეც კიდე ცალკე ანალიზის ამბავია და თუ მიუახლოვდება Solana-ს იმ ნიშნულს, რა ნიშნულზეც იყო ყველაზე მაღლა ბაზრის კაპიტალიზაციით, მაშინ იქნება $27. აქაც უბრალოდ დროში უნდა განიხილოთ SUI-ს რამდენი ასე ვთქვათ კოინი დაემატება მიმოცვლაში, ხო? ცოტა კომპლექსური ამბავი შეიძლება იყოს ამ კუთხით. ეხლა შევეცდები ვნახო თქვენი შეკითხვები თუ არის live-ში. ვნახოთ მოკლედ. ჯერ ვნახავ Facebook-ს. Facebook-ზე მედგრად არაფერი არ ჩანს. კიდევ ერთხელ გადავხედავ, არა, ვნახავ YouTube-ს თუ არანა დაგემშვიდობებით მოკლედ. ნახოთ ახლა YouTube-ის კომენტარები. ამასობაში, რა ვიცი, თუ არ წერთ კომენტარებს, შეგახსენებთ მაშინ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის Bitnet-ი. Bitnet-ზე თქვენ შეგიძლიათ მოკლედ მარტივად იყიდოთ კრიპტოაქტივები, გადაცვალოთ, დაადეპოზიტოთ, იმოგზაუროთ მოკლედ Bitnet-ის სამყაროში. Bitnet-ს ასევე აქვს აპლიკაცია და ეხლა დღეის მონაცემითაც კი თვის ბოლომდე როგორც ვიცით, მოკლედ USDT-ის შესყიდვა თქვენ შეგიძლიათ 0%-ად არ მოგესმათ, მოკლედ USDT-ის შესყიდვა 0%-ად ეს საინტერესოა ნამდვილად და USDT-ით შეგიძლიათ ასევე სხვა აქტივები იყიდოთ და სხვათა შორის ამ სტაბილურ კოინებზე ბევრს ვსაუბრობთ. ეხლა შევეცდები რომ რამენაირად YouTube-ის live-ი ვნახო და ვნახო თქვენი კომენტარები თუ არის გამარჯობა Fetch AI-ს რას ფიქრობ ორი სიტყვით, ხო? ვნახოთ აბა Fetch AI-ზე. CoinMarketCap-ზე. იგი Fetch AI. ვნახოთ CoinMarketCap-ის გარეთ უკვე ეს AI ცოტა ისე ხვდება. Build Discover Transact, ხო, Platform Agent Search Discover Enable Agent Economy. Okay. გამოყენებაში არ ვიცი, ანუ აშკარად ხალხი იყენებს ტექნოლოგიის კუთხით. მე შეხება მქონი ახლა ეკრანზე გამოჩნდება საიტი. აქვთ რაღაც საფულეც. Network Hub-ი, Innovation Lab-ი. საიტი დატვირთული არის, ახლა ვნახოთ Twitter-ი და რას გადავამოწმოთ Discord-ზე ახლა უბრალოდ არ შევალ. მაინტერესებს YouTube-ი რატო აქვს გამოჩენილი, YouTube შეიძლება რაღაც იყოს, ხო? შემდგომ აი 24 საათიან live-ში როგორც ვისაუბრე, უშუალოდ ვის აფოლოვებენ, ესეც საინტერესო იქნება და ასევე ჩვენი ცნობილი ფოლოვერებიდან ვინ აფოლოვებს, აქ ახლა კრიპტობაზრის აკაუნტი არის ჩართული.
მათ საინტერესო პროდუქტები უდევთ. ფასის კუთხით ტოკენი აქვთ თუ არა, ამ ტოკენს იყენებენ თუ არა, რამეში არ ვიცი, მაგრამ რაღაცას მუშაობენ. ერთი შეხედვით დანარჩენ ყველაფერი რაც AI-ს ეხება, ხო, ჩემი აზრი AI-სთან დაკავშირებით, ხო, რეალურად ამდენი პროექტის არსებობა, საბოლოო ჯამში ამდენი ექსპერიმენტი საბოლოო ჯამში ერთს ან რამოდენიმე პროდუქტს დაგვიტოვებს. და ვირტუალზეც ხო AI agent-ებს რაზეც კრიპტობაზის ფორმატში საუბრობდით, ვირტუალზეც არის მსგავსი პროდუქტები, სადაც სხვადასხვა პრობლემებს აგვარებენ. უბრალოდ მე გამოყენებაში ვერ ვიყენებ AI agent-ებს. ანუ ჩემთვის ჯერ კიდევ თავის ტკივილი არის ის ინფრასტრუქტურა, რა ინფრასტრუქტურაც არის. ანუ დაახლოებით ანალოგია რომ მოვიყვანოთ ესეთი ვისაც iPhone-თან ქონიათ შეხება შორტკატები. ხო, შორტკატები იდეაში ძალიან საინტერესო რაღაცებია, რაც ჩემთვის პროტოტიპი არის AI agent-ებს. უბრალოდ შორტკატი რო შორტკატია, მაგასაც არ ვიყენებ. და შორტკატები სხვათა შორის ძალიან ბევრი რაღაცის ავტომატიზება და შექმნა შეგიძლია თქვენი iOS მოწყობილობაზე, ხო? სალამი Ravencoin-ზე, RMN-ზე რას წარმოადგენს, რომ ნახოთ თუ გაქვთ დრო. Ravencoin-ი ნახოთ აბა. მაინინგის ხალხს უფრო დაგაინტერესებთ ეს ამბები. თუ არის ცოცხალი პროდუქტი, ისევ ნახოთ, ხო? ანუ აი, კანზე გამოჩნდება ახლა, ბაზრის კაპიტალიზაციას ხედავთ, კატასტროფა არის. ან ფული არ შესულა, არანაირი ფული არ შესულა. შეიძლება უბრალოდ თუ არ ვსდები proof of work-ი არის, კონსენსუსია და ვინც ამაინინგებს, ის ხალხი შეიძლება რაღაც ფულს შეუგლობდეს მინიმალური დოზით. ანუ ეს კატასტროფული ჩარტი არის მარტივად რო გითხრათ. სავარაუდოდ შემდეგ bull market-ზე მსგავსი პროდუქტების 99% არის არსებობს, როგორც ერთ-ერთ გადაცემაში ადრე ლუკამ განიხილა საიტი, სადაც ყველა მკვდარი altcoin-ის და ტოკენების და coin-ების და blockchain-ების სია და ნუსხა იყო. მოკლედ შეკითხვები როგორც ხედავ სულ ეს არის. გადაცემის კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის Bitnet და Bitnet-ზე არის აქცია USDT-ის შეზღუდვა, თქვენ შეგიძლიათ 0%-ად რეფერალური ლინკი არის გადაცემის აღწერაში, QR კოდიც გამოჩნდება, ამ QR კოდითაც დარეგისტრირებით და მოკლედ ჩვენ რეფერალით დარეგისტრირება მნიშვნელოვანია ამ აპში. გადაცემის პირველ ნაწილში მიმოვიხილე სიახლეები, რომლებიც ერთად ეხებოდა რეალური სამყაროს აქტივებს, სტაბილურ coin-ებს და პოტენციურ დაძაბულობას, რა დაძაბულობა შეიძლება მით უმეტეს ამერიკის შეერთებული შტატების ამბების შემდგომ განვითარდეს სტაბილურ coin-ებთან მიმართებაში. მეორე ნაწილში მოკლედ მივახილეთ ბაზრის ფასები, მესამე ნაწილში შევეცადე კითხვებზე პასუხი გამეცა. პრინციპში სულ ეს იყო, შაბათ-კვირას მით უმეტეს თუ წყნარი შაბათ-კვირა იქნა, რა თქმა უნდა, ბაზარზეც ასე ვთქვათ, მეტნაკლებად მოძრაობა შენელებულია, შაბათ-კვირას დასვენება არის აუცილებელი და სასურველი კრიპტოაქტივებთან მიმართებაში. კრიპტობაზარი შემდგომ კვირამდე გემშვიდობებად დროებით.